როცა ყველაფერი დასრულებულად გეჩვენება, სწორედ მაშინ იწყება ისტორია. ფეხბურთი მხოლოდ სპორტი არ არის. ესაა ბრძოლა, ვნება და გამარჯვების სურვილი, რომელიც ცილდება სტადიონს და მილიონობით გულშემატკივარში აღწევს. ისტორიული კამბექები კი ყველაზე დიდი მტკიცებულებაა იმის, რომ ფეხბურთი საოცრებად ადგილია. წარმოიდგინე, შენი გუნდი აგებს, დრო იწურება და სტადიონზე ყველა იმედს კარგავს, მაგრამ სწორედ ამ მომენტში იწყება დაუვიწყარი ისტორია. მოთამაშეები, რომლებიც იბრძვიან ბოლო წამამდე, მწვრთნელები, რომლებიც ახდენენ სტრატეგიულ რევოლუციას და გულშემატკივრები, რომელთა შეძახილებით სტადიონს ძირს უთხრის. შეცխომ გინახავს მომენტები, როცა ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი ჩანდა, თუმცა შენი გუნდი გაკვირვებდა. მოდი გაგვიზიარე შენი საყვარელი კამბექი კომენტარებში. ჩვენ ერთად გავიხსენებთ იმ დაუვიწყარ მატჩებს, სადაც ყველაფერი თავდაყირად დადგა. შენი აზრით, რომელი კამბექი შევიდა ფეხბურთის ისტორიაში როგორც ყველაზე შთამბეჭდავი? იქნებ შენი საყვარელი გუნდის ისტორია. დარჩი ჩვენთან და ერთად გავიხსენოთ ის მომენტები, რომლებმაც ფეხბურთის სამყარო სამუდამოდ შეცვალეს. დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ჩვენი იწყება დაგვრჩენია, რომ დავიწყოთ. რეალის ისტორიული კამბექი, რომლის მსხვერპლიც PSG აღმოჩნდა. Paris Saint-Germain-ი, რომელმაც ბერნაბეუზე ჩავიდა განმეორებითი მატჩის სათამაშოდ ერთგოლიანი უპირატესობით. პირველი ტაიმის მიწურულს პარიზელი შემტევი კილიან მბაპე ანვითარებს ძალიან მაღალ სისწრაფეს საკუთარი ნახევრიდან და ტიბო კურტუას ახლო კუთხეში უტანს გოლს. ანგარიში კი 2-0 ხდება. რეალი 61 წუთამდე 2-0-ს აგებდა, თუმცა ყველაფერი დაიწყო PSG-ს მეკარის დონარუმას შეცდომით. იტალიელმა მეკარემ ბევრი აიღო საკუთარ თავზე და აჩუქა გოლი რეალს, ხოლო ბენზემამ ვინისიუსის პასით ბურთი გაგზავნა კარის ბადეში. 77 წუთზე ვინისიუსი გარბის, თუმცა თითქოს შეცდომა დაუშვა, რომ გაჩერდა და პასი მოდრიჩს გაუკეთა. ხორვატი კი პასს უკეთებს ბენზემას, რომელმაც გახვრიტა დონარუმას კარბი და ანგარიში გაათანაბრა. ამ ყველაფრის შემდეგ PSG-მ ვერც კი მოასწრო ბურთის გათამაშება ცენტრიდან. რეალის ფეხბურთელებმა მაშინვე ჩაჭრეს ეს ბურთი და წამოიწყეს კონტრშეტევა. PSG-ს მცველმა მარკინიოსმა ცუდად გამოიტანა ბურთი საჯარიმოდან, რომელიც ბენზემას მიუვიდა და ჰეტ-ტრიკი გაიფორმა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა. რეალი გავიდა შემდეგ ეტაპზე, ხოლო PSG დონარუმას შეცდომის გამო ისევ ჩაფლაოდა ჩემპიონთა ლიგაზე. მოდი შორს არ წავალ და გავიხსენოთ რეალის ისტორიული კამბექი მანჩესტერ სიტისთან 2021-22 წლების ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და ემოციური მომენტია თანამედროვე ფეხბურთში. პირველი შეხვედრა გაიმართა მანჩესტერში ეტიჰადზე, სადაც სიტიმ 4-3 დაამარცხა რეალი. ეს მატჩი იყო გოლებით და დრამატული მომენტებით სავსე, რომელიც კიდევ უფრო გაზარდა მოლოდინი განმეორებითი შეხვედრის მიმართ. განმეორებითი მატჩი სანტიაგო ბერნაბეუ, თარიღი 2022 წლის 4 მაისი. სიტიმ ბერნაბეუზე შეძლო 73 წუთზე გოლის გატანა და ორი მატჩის ჯამში 5-3 იგებდა. მატჩი საკმაოდ დაძაბული იყო, სიტი კარგად იცავდა თავს და თითქმის 90 წუთამდე ინარჩუნებდა უპირატესობას. რეალის გულშემატკივრები გაწყვილებული ჩანდნენ, მაგრამ გუნდი არ დანებდა. 99 წუთზე როდრიგომ გაიტანა პირველი გოლი, რაც რეალის იმედის სხივი გახდა. 91 წუთი როდრიგომ მეორე გოლიც გაიტანა რამოდენიმე წამში, რის შედეგადაც მატჩი დამატებით დროში გადავიდა. კარიმ ბენზემა, რომელიც იმ სეზონში შეუდარებლად თამაშობდა, 95 წუთზე პენალტის ზუსტად შეასრულა და ანგარიში 6-5 გახდა რეალის სასარგებლოდ. რეალმა დარჩენილი დრო მტკიცედ დაიცვა და შეძლო სიტის წინააღმდეგ მოეპოვებინა გამარჯვება. რეალი ფინალში გავიდა, სადაც ლივერპულს დაუპირისპირდა და 1-0 მოიგო, რამაც კლუბს ჩემპიონთა ლიგის მე-14 ტიტული მოუტანა. ეს კამბექი არა მხოლოდ რეალის მებრძოლის სულისკვეთების კიდევ ერთი დასტური, არამედ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ დაბრუნებად ითვლება. ბერნაბეუზე ატმოსფერო, როდრიგოს დუბლი და ბენზემას ლიდერობა მუდმივად დარჩება გულშემატკივრების მეხსიერებაში. ბარსელონას ისტორიული კამბექი Paris Saint-Germain-თან 2016-17 წლების ჩემპიონთა ლიგის მე-8 ფინალში. ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და დაუვიწყარი მომენტია ფეხბურთის ისტორიაში. პირველი შეხვედრა გაიმართა პარიზში, სადაც PSG-მ ბარსელონა 4-0 გაანადგურა. ეს იყო სრულიად მოულოდნელი შედეგი, რომელიც ბევრმა ჩათვალა, რომ ბარსელონას შანსი არ ჰქონდა მომდენო ეტაპზე გასასვლელად. განმეორებითი მატჩი გაიმართა კამპ ნოუზე 8 მარტს. ბარსელონას სჭირდებოდა მინიმუმ 4 გოლი საკუთარ მოედანზე, თანაც ისე რომ ერთიც არ უნდა გაეშვა, რათა შემდეგ ეტაპზე გასულიყო. პირველი გოლი გავიდა მე-3 წუთზე ლუის სუარესმა გახსნა ანგარიში და სწრაფადვე გაზარდა ბარსელონას იმედები. მე-40 წუთზე PSG-ს მცველმა კურზავამ ავტოგოლი გაიტანა, რამაც ანგარიში 2-0 გახადა. დაიწყო 50 წუთი და ლეო მესიმ პენალტით გაიტანა. ანგარიში 3-0 გახდა. მიუხედავად ამისა, კამპ ნოუს ატმოსფერო ცოტათი ჩაცხრა, რადგან 62 წუთზე ედისონ კავანიმ PSG-ს სასარგებლოდ გაიტანა. ამ გოლმა ბარსელონას კიდევ უფრო რთული მისია დაუწესა. ახლა მას სჭირდებათ 3 გოლი, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. PSG მატჩის ბოლომდე თავს ასე თუ ისე იცავდა, თუმცა 98 წუთზე ნეიმარის საჯარიმო 20 მეტრიდან ულამაზესი საჯარიმო ზედამარჯვენაში. ტრაპის არანაირი შანსი 4-1 და კამპ ნოუ ხელახლა იწყებს ფეთქვას.
ზუსტად 3 წუთში 91 წუთზე დაინიშნა პენალტი. სუარესი წააქციეს საჯარიმოში. ნეიმარი იღებს თავზე ამ პენალტს, შვიდად სისხლიანად 5-1. სასწაული ახლოსაა. ორი მატჩის ჯამში ანგარიში 5-5-ია. თუმცა შეგახსენებთ, რომ მაშინ სტუმრად გატანილი გოლის წესი იყო და PSG-ს ჰქონდა უპირატესობა ისევ, რადგან მათ შეძლეს ბარსელონასთან სტუმრად გატანა, ხოლო ბარსელონას არ გაუტანია პარიზში გოლი. ასე რომ ბარსელონას კიდევ ერთი გოლი სჭირდება, რათა გავიდეს მომდევნო ეტაპზე. აქედან ზუსტად 4 წუთში შეცვლაზე შემოსული სერხი რობერტოს გააქვს თავის კარიერაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი გოლი. ნეიმარი აწვდის საჯარიმოში სერხი რობერტოს ვოლე და გურთი ბადეშია. ბარსელონამ ჯამში 6-5 მოიგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა, რაც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში უდიდეს კამბეკად ითვლება. ეს გამარჯვება არა მხოლოდ ბარსელონას შეუპოვრობასა და მებრძოლის სულისკვეთების სიმბოლოა, არამედ ფეხბურთის ისტორიაში სამაგალითო მომენტია იმის დასადასტურებლად, რომ არაფერია შეუძლებელი. კამპ ნოუზე იმ ღამემ ფეხბურთში ახალი სტანდარტი შექმნა. მეგობრებო, ფეხბურთი არის ჩვენი საერთო უნება და ამ არხზე ჩვენ ვცდილობთ ერთად გავაცოცხლოთ ის დაუვიწყარი მომენტები. თუ მოგწონთ ჩვენი შინაარსი და გსურს, რომ კიდევ უფრო საინტერესო ისტორიები შევქმნათ, თქვენ გაქვთ საშუალება მხარი დაუჭიროთ ჩვენს არხს. უბრალოდ შეგიძლიათ გააკეთოთ მცირე დონაცია, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ვიდეოების ხარისხის გაუმჯობესებას, ახალი პროექტების შექმნას და საინტერესო მასალების მოპოვებას. დეტალებისთვის გადადი აღწერაში მოცემულ ბმულზე. გახსოვდეს, რომ ნებისმიერი დახმარება მნიშვნელოვანია და ჩვენთვის ეს თქვენი მხარდაჭერის გამოხატულებაა, მაგრამ ისიც იცოდე, რომ საკმარისია უბრალოდ უყურო ვიდეოს, მოიწონო და გააზიარო ჩვენს მეგობრებთან. პირველი შეხვედრა გაიმართა კამპ ნოუზე, სადაც ბარსელონამ 3-0 მოიგო. ლეო მესიმ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა, მათ შორის ერთი ულამაზესი ჯარიმა, რომელიც ბარსელონას ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადაუდგა. ლივერპულისთვის კამბექი თითქმის შეუძლებელი ჩანდა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ მეორე მატჩისთვის გუნდის ორი მთავარი ვარსკვლავი მუჰამედ სალაჰი და რობერტო ფირმინო ტრავმის გამო ვერ თამაშობდნენ. განმეორებითი მატჩი, ენფილდი 2019 წლის 7 მაისი. ლივერპულმა ამ დღეს მოახერხა ის, რაც ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო. მე-7 წუთზე ორიჯინ პირველი გოლი გაიტანა, რამაც ლივერპულს სწრაფი იმედი მისცა. მატჩი დაძაბული იყო და ბარსელონა ცდილობდა კონტროლის შენარჩუნებას, მაგრამ ლივერპულის თავდაუზოგავი პრესინგი არ აძლევდა სტუმრებს დამშვიდების საშუალებას. როგორც იქნა პირველი ტაიმი დასრულდა და გუნდს ამოსუნთქვის საშუალება ჰქონდა, თუმცა მეორე ტაიმის დაწყებიდან 9 წუთში 54 წუთზე ჯორჯინიო ვეინალდუმმა გაიტანა, რამაც ანგარიში 2-0 გახადა. ზუსტად 2 წუთში ვეინალდუმმა კიდევ ერთი თავური გაიტანა, რითიც ანგარიში 3-0 გახდა და ლივერპულმა ორი მატჩის ჯამში ანგარიში გაათანაბრა 3-3. ენფილდის სტადიონის ატმოსფერო წარმოუდგენლად მძაფრი იყო. ლივერპულმა მთელი ძალით შეუტია, ხოლო ბარსელონა გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ფეხბურთელები თითქოს დაიკარგნენ მოედანზე და დაკარგეს ყველანაირი მოტივაცია. აშკარაა, რომ ენფილდმა ზეწოლა მოახდინა გუნდზე და გატეხა ისინი. 79 წუთი ტრენტ ალექსანდრ არნოლდის გენიალური კუთხური პასით დივოგ ორიჯი მეოთხე გოლი გაიტანა. ტრენტის სწრაფმა და მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ ბარსელონას დაცვა გადეხა, ხოლო ლივერპულმა ფინალში გასვლისკენ გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა. საბოლოო ანგარიში 4-3. ლივერპული ფინალში გავიდა, სადაც ტოტენჰემი 2-0 დაამარცხა და მეექვსე ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოიპოვა. ეს კამბექი ლივერპულის ისტორიის და ზოგადად ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეპიზოდია. ლივერპულის მებრძოლის სული, ენფილდის მაგიური ატმოსფერო და მოთამაშეების შეუდარებელი მონდომება გახდა ამ ისტორიული ღამის მთავარი ფაქტორები. ეს გამარჯვება აჩვენებს, რომ ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია. იურგენ კლოპი. როგორც გიხარით, ლივერპულმა ბარსელონასთან კამბექის შემდეგ ფინალში ტოტენჰემს 2-0 მოუგო, მაგრამ გაინტერესებს ტოტენჰემმა ვის და როგორ მოუგო ნახევარფინალი? თუ გინდა ნახოთ ტოტენჰემის კამბექი აიაქსთან, მაშინ გადადი ჩემს არხზე და ნახე 10 ყველაზე დაუვიწყარი მომენტი ფეხბურთის ისტორიაში. აუცილებლად დალაიქე ვიდეოც. ახლა კი გავაგრძელოთ. 2023-24 წლის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი შეხვედრა ბაიერნსა და რეალ მადრიდს შორის. პირველი მატჩი გაიმართა ბაიერნში ალიანს არენაზე და გამარჯვებული არ გამოვლინდა, რადგან 2-2 დასრულდა მატჩი. გადავინაცვლოთ განმეორებით მატჩზე ბერნაბეუზე, სადაც არც ერთ გუნდს არ ჰქონდა უპირატესობა. ორივე გუნდი ფრთხილად თამაშობდა, თუმცა მომენტები მაინც იქმნებოდა და მეკარეების კარგი თამაშის გამო პირველ ტაიმში ანგარიში არ გახსნილა. 72 წუთზე ალფონსო დევისმა იდეალურად შეტეხა საჯარიმოში და შორტ კუთხეში გაუტანა რეალს. ბაიერნი კარგად იცავდა თავს და რეალიც ბოლო წუთამდე უტევდა. რა თქმა უნდა, რეალისთვის კლასიკური მატჩი გამოდგა ჩემპიონთა ლიგაზე. 92 წუთზე ვინისიუსის არც თუ ისე ძლიერი დარტყმა გამოცდილმა ნოიერმა ვერ დააფიქსირა ხელებში და შეცვლაზე შემოსულმა ხოსელუმ ანგარიში გაათანაბრა. 91 წუთზე რუდიგერი აძლევს პასს ისევ შეცვლაზე შემოსულ ხოსელოს და რეალი დაწინაურდა. საერთოდ აფსაიდი ეგონა, თუმცა საბოლოოდ მაინც ჩაითვალა გოლი. საბოლოოდ რეალმა შეინარჩუნა ეს ანგარიში და გავიდა ფინალში მეექვსედ 10 წლის განმავლობაში.
ეს არის ფეხბურთის სული, თამაში, სადაც ყველაფერი შესაძლებელია, სადაც ბოლო წუთამდე უნდა იბრძოლო და გჯეროდეს სასწაულის. ჩვენ ერთად გავიხსენეთ ისტორიული კამბექები, რომლებმაც ფეხბურთის სამყაროს შეცვალა და გულშემატკივრებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა. ახლა კი შენი დროა, რომელ კამბექს დაამატებდი ამ სიას. დაწერე კომენტარებში შენი ფავორიტი მომენტი და მოდი ერთად გავაგრძელოთ ამ დაუვიწყარი ისტორიის წერაც. თუ მოგეწონა ეს მოგზაურობა ფეხბურთის ლეგენდარულ კამბექებში, არ დაგავიწყდეს რომ უნდა გამოიწერო არხი, დააყენო ზარის ღილაკი და მოიწონო ეს ვიდეო. შენი მხარდაჭერა ჩემთვის მნიშვნელოვანია. მომდენო ვიდეოში კი უფრო საინტერესო ისტორიებით დაგიბრუნდებით, ასე რომ არ გამოტოვოთ.